დაბადება. თავი მე-13. ეგვიპტიდან ნეგებისაკენ გაემართა აბრამი, თავის ცოლთან და ლოტთან ერთად და ყველაფერი რაც გააჩნდა თან ჰქონდა. ძალზედ მდიდარი იყო აბრამი ჯოგებითა და ოქრო ვერცხლით. ნეგებიდან ბეთელისაკენ გაემართა, იმ ადგილამდე, სადაც უწინ კარავი ედგა ბეთელსა და ჰაღაის შორის. იმ ადგილამდე, სადაც პირველად ააგო სამსხვერპლო და მოუხმო უფლის სახელს. ლოტსაც, რომელიც აბრამთან ერთად მგზავრობდა, ასევე ჰყავდა მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი და ჰქონდა კარვები. და ვერ იტევდა მათ ის ქვეყანა ერთად საცხოვრებლად, რადგან დიდძალი ქონება ჰქონდათ და არ შეეძლოთ თანაცხოვრება. დავა ჰქონდათ ერთმანეთში აბრამისა და ლოტის მწყემსებს, ქანაანელები და ფერიზელები ცხოვრობდნენ მაშინ იმ ქვეყანაში. და უთხრა აბრამმა ლოტს, ნუ იქნება უთანხმოება ჩვენ შორის, ჩემსა და შენს მწყემსებს შორის, რადგან ძმები ვართ. განამთელი ქვეყანა ჩვენს წინ არ არის? გავიყაროთ, თუ შენ მარცხნივ წახვალ, მე მარჯვნივ წავალ, ხოლო თუ მარჯვნივ წახვალ, მე მარცხნივ წავალ. აღაპყრო თვალები ლოტმა და დაინახა, რომ იორდანეს მთელი ტაფობი, ცოყარის მისადგომამდე კარგად ირწყვებოდა, როგორც უფლის ბაღი, როგორც ეგვიპტის მიწა, ეს იქამდე, ვიდრე უფალი სოდომსა და გომორს მოსპობდა. და აირჩია ლოტმა იორდანეს მთელი ტაფობი, დაიძრა ლოტი აღმოსავლეთისკენ და გაეყარა კაცი თავის ძმას. აბრამი ქანაანის ქვეყანაში დამკვიდრდა, ხოლო ლოტი ტაფობის ქალაქებში და სოდომამდე დასცა კარვები. ბოროტნი იყვნენ სოდომელები და ძალიან სცოდავდნენ უფლის წინაშე. და უთხრა უფალმა აბრამს, ლოტთან გაყრის შემდეგ, აღაპყრე თვალები და გაიხედე ჩრდილოეთისა და სამხრეთისკენ, აღმოსავლეთისა და დასავლეთისკენ. რადგან მთელ ამ ქვეყანას, რასაც ხედავ, შენ და შენ შთამომავლობას მოგცემთ უკუნისამდე. მიწის მტვერივით გავამრავლებ შენ შთამომავლობას და თუ ვინმე შეძლებს ქვიშის დათვლას, შენი შთამომავლობაც დაითვლება. ადექი და მოიარე ეს ქვეყანა, კიდით კიდემდე, რადგან შენ გაძლევ მას. აშალა აბრამმა კარვები, წავიდა და დასახლდა მამრეს მუხნარში, რომელიც ხებრონშია და იქ აუგო სამსხვერპლო უფალს.